ჩვენთან დაინტერესდნენ მედიის საერთო მდგომარეობით. როგორია ქართული მედია დღეს, როგორ ხდება წინასაარჩევნო პროცესების გაშუქება, ზოგადად რა პროცესები მიმდინარეობს თავად მედიაში. გავეცანით ძალიან მოკლედ პირველი შედეგები, რომელიც ქარტიას აქვს 6 ტელეკომპანიის მონიტორინგის შედეგად წინასაარჩევნო პერიოდში. ამ შედეგებს რამდენიმე დღეში თბილისში გამოვაქვეყნებთ, ბუნებრივია. უბრალოდ მოვუყევით დაახლოებით რა სურათი გვაქვს წინასაარჩევნო გაშუქების. მივაწოდე ინფორმაცია მათ ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე, რა პრობლემებიც დგას ამ წუთას ჩვენ წინაშე, იცით ეს არის თოქ-შოუებთან დაკავშირებული პრობლემები პირველ რიგში, იმიტომ რომ არჩევნები უკვე კარს მოგვადგა. თუ ახალი თოქ-შოუები არ დაიწყება, თუ პერსონალიების შერჩევას ისინი ვერ მოახერხებენ, მენეჯმენტს გულისხმობ, მაშინ ძალიან დიდი რისკის წინაშე ვდგებით. ჩვენ ვისაუბრეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ ასევე კანდიდატების რეგისტრაციის პროცესზე და გავმახვილეთ ყურადღება იმ კანდიდატების საქმეებზე, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობის გამო პრობლემები შეექმნათ. ასევე ვისაუბრეთ იმ თვითმმართველობის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ მდგომარეობაზე, საკადრო ცვლილებებზე, სხვადასხვა სახის ეწოლაზე, რომელიცაც ადგილი აქვს და უშუალოდ ჩვენს საჭიროებებზე და განცხადებებზე, რომელიც წარდგენილი გვაქვს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე უწყებათა შორის კომისიაში.